დარბზის ხილებში თები თვალს რომ ვახელ ისევ ძეხვზე მაქვს ფიქრები ტკბილო სურნელოვანო გემრიელო ძეხვო ჩემო დიდო სიმდიდრეო ჩემო საოცნებო მაგრამ ჯერში კიდი ხარ დავიღალე თვალით იქნებ ერთხელ ჩამოვარდე კონდეს ამის უნარი მე ვიქნები მოსპინძელი კეთილი და მდუმარი შენ კი ჩემთვის ძვირფასი და გემრიელი სტუმარით შიერი კატა საკუჭნაოში შეძვრა. იქ ხის ძელზე წკრივად მსუქანი ძეხვები ეკიდა. კატას თვალები აენთო და კბილებმა კაცკაცი დაუწყო. მაგრამ ძეხვები ძლიერ მაღლა ეკიდა. კატა ხან კედელს მოებღაუჭა, ხან თაროზე აძვრა, გადახტა და იქიდან დააპირა ძეხვის მოწყვეტა. ხან პირდაპირ ძეხვებზე შეხტომა სცადა, ხანს კივრზე აძვრა და იქიდან ისკუპა იქნებ რამე გამომივიდესო. ხან საცოდავად იკნავლა, იქნებ რომელიმე ძეხმა შემიბრალოს და ძირს ჩამოვარდესო. ერთიც გაბრაზდა, ტახტზე შეხტა და ხილი იქეთ-აქეთ მიმოფანტა. მერე ისევ შეეცადა ძეხვის მოწყვეტას, მაგრამ ძირს დაეცა და კრუტუნი დაიწყო. რა არსადა მშიერმა კატამ, მაგრამ ვერაფერს გახდა, თვალების ზევით ცქერით ტყუილა დაებრიცა, კბილში კი ერთი ნამცეცი ვერ მოიგდო. ბოლოს კატა უკან გამობრუნდა, გარეთ გავიდა და გულის გასაკეთებლად დაიჩხავლა. მართლა, დღეს ხომ პარასკევია და ყოჩაღმე, რომ ძეხვი არ ვჭამე და მარხვა არ გავტეხე. კატა ვერ შეწვდა ძეხსაო, პარასკევია დღესაო.